მედანეებო დღეს კიდევ გვაქვს ერთი ძალიან საინტერესო მოდელი კანადელი დანის ოსტატი ბრაიან ტის მიერ შექმნილი ძალიან ლამაზი და უნიკალური დაუნ მოდელი ინტეგრირებული ტიტანის მთლიანი ჩარჩოთი შეხედეთ ამ სილამაზეს მთლიანი სიგრძეა დანის 23.2 სანტიმეტრი ფოლადის სიგრძე 10.16 ფოლადი დამასკო ჩამკეტი მექანიზმი ღილაკი წონა 179 გრამი და დანაიხსნება ჩვეულებრივი ფლიპერი მექანიზმით. ბრაიან ტაის 30 წელზე მეტი აქვს გამოცდილება, როგორც დანის ოსტატი, საკმაოდ წარმატებული და ბლეიდ შოუმ ხშირად აღიარებდა ბოლო 15 წლის მანძილზე მის სახელს გარკვეულ დიზაინებთან. მაგრამ რომ შეხედავთ ამ ფოლადს და ამ ფოლადის დიზაინს მიხვდები და აქ უკვე იგრძნობა ბრაიან ტაის ხელოვნება, როგორც ხელოვანი, როგორც მხატვარი და ფოტოგრაფი. ეს დანა მე ვფიქრობ მუზეუმში უფრო არის ამისი ადგილი, ვიდრე ამის მოხმარება, როგორც მჭრელი ინსტრუმენტის, როგორც დანის. ერთ-ერთი ულამაზესი თუ ერთადერთი ულამაზესი, არ ვიცი რა დავარქვა, ძალიან მოხებლული ვარ ამ ფოლადით, ფოლადის დიზაინით, რომელშიც ძალიან ბევრი შრომა, ძალიან ბევრი საათია ჩადებული და ოსტატის მთელი ტალანტი აქვე აისახება, ეს არის ოსტატის ანაბეჭდი, ასე ვთქვათ. კანადა უნდა ამაყობდეს ასეთი ადამიანით. კანადისგან ბევრი არაფერი გარდა ბრაიან ადამსისა და შინაია ტვენის და მეგონი ჯასტინ ბიბერიც კანადაში დაიბადა. სხვა არაფერი ისეთი არის მის კანადისგან და დანებში, ნუ რა თქმა უნდა, პიტერ ასენტი, ცნობილი მედანე და აი ბრაიან ტაი. ეს ნამდვილად კანადის სიამაყე უნდა იყოს ეს დანა და ასეთი ქმნილება.